პინოკიოს თავგადასავალი. კარლო კოლოდის მიხედვით. ჩრდილების ხელოვნების სტუდია ლანდი. დურგალი ჯეპეტოს მიერ პინოკიოს შექმნა. ერთხელ ერთმა კეთილმა და ღარიბმა მოხუცმა დურგალმა ჯეპეტომ ჯადოსნური ხის მორისგან თოჯინა გამოკვეთა და სახელად პინოკიო დაარქვა. თოჯინას მოულოდნელად თვალები აეხილა და პირდაპირ ჯეპეტოს შეხედა. ჯეპეტო გაოცდა. ცხვირი რომ გამოჭრა, ის უცნაურად გაიზარდა და გაიზარდა. ბოლოს პირმა მოძრაობა დაიწყო. გაიცინა და ჯეპეტოს ენა გამოუყო. ეს თოჯინა ცოცხალია? განსვიფრდა ჯეპეტო. როგორც კი ხელები და ფეხები გამოთალა, ჯეპეტომ პინოკიო დააყენა, რომ სიარული ესწავლებინა. პინოკიო იცინოდა, ხტუნავდა, ოთახში დარბოდა და ყველაფერს ძირს ყრიდა. მამილო, მე უკვე შემიძლია სიარული. წამოიძახა პინოკიომ და უცებ ქუჩაში გავარდა. ჯეპეტო დასაჭერად დაედევნა. მორბენალ ხის თოჯინას ხალხი გაკვირვებული უყურებდა. მოულოდნელად ერთმა კარაბინერმა ქუჩა ჩახერგა. პინოკიოს ცხვირზე ხელი წაავლო და ჯეპეტოს ჩააბარა. ჯეპეტომ პინოკიოს ჭკუის სასწავლებლად ქეჩოში წაავლო ხელი და თავის ქნევით ბრაზიანად სახლში წაყვანას ცდილობდა. პინოკიო ჯეპეტოს არ დაემორჩილა. მიწაზე გაწვა და ადგილიდან არ იწროდა. ცნობის მოყარე და უსაქმურმა ხალხმა იფიქრა, რომ მოხუცი ჯეპეტო ბიჭს ცუდად ექცეოდა. ამიტომ პინოკიო კარაბინერს გაათავისუფლებინეს. ჯეპეტო კი დააპატიმრეს. მოლაპარაკე ჭრიჭინა და პინოკიო. სახლში მარტო დაბრუნებულ პინოკიოს მოლაპარაკე ჭრიჭინა დახვდა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია ამ სახლში ბინადრობდა. ჭრიჭინამ სცადა პინოკიოსთვის ჭკუა ესწავლებინა. ვაიმ ბავშვებს, რომლებიც მშობლებს ეურჩებიან და ახირების გამო ტოვებენ სახლს. ვერასოდეს იპოვიან სიკეთეს ამ ქვეყანაზე და ადრე თუ გვიან მწარედ ინანებენ. თუ დავრჩები, მეც იგივე მომელის, რაც სხვა ბავშვებს. სკოლაში შემიყვანენ და ნებით თუ ძალდატანებით მეც სწავლა მომიწევს, უპასუხა პინოკიომ. პინოკიოს მხოლოდ ჭამა, სმა და დილიდან საღამომდე ხეტიალი მოსწონდა. საბრალო პინოკიო, ნამდვილად მეწოდები. იმიტომ რომ თოჯინა ხარ და რაც კიდევ უარესია, ხისთავა თოჯინა, უთხრა ჭრიჭინამ. ამ სიტყვებზე პინოკიო გაბრაზდა. ხელი ჩაქუჩს დაავლო და ჭრიჭინას თავში ჩაარტყა. საწყალმა ჭრიჭინამ უკანასკნელად ამოისუნთქა და იქვე კედელზე დარჩა მიტყებებული. მარიონეტების თეატრი და მეთოჯინე ცეცხლიჭამია. ციხიდან დაბრუნებულმა ჯეპეტომ თავისი ძველი, დაკერებულ დაკემსილი ბამბის ქურთუკი გაყიდა და ამ ფულით პინოკიოსთვის ანბანის წიგნი იყიდა, რათა მას სკოლაში ევლო. სკოლაში წასვლისას პინოკიოს გზად მარიონეტების თეატრი შეხვდა. მან ანბანი გაყიდა თოჯინების თეატრის ბილეთის საყიდლად. მარიონეტების თეატრში პინოკიოს შესვლამ თოჯინებში დიდი სიხარული გამოიწვია. არლეკინი და პულჩინელა სიხარულით მიეგებდნენ მას სცენაზე, რის გამოც წარმოდგენა შეწყდა. ამით განრისხებულმა მეთოჯინე ცეცხლიჭამიამ უზარმაზარი შავი წვერით, რომელიც საშინელი კაცი ჩანდა, გადაწყვიტა, რომ პინოკიოსგან სადილის მოსამზადებლად ცეცხლი დაენთო. შეშინებული პინოკიო ატირდა. მამილო ჯეპეტო გაახსენდა და შველას ითხოვდა. მისმა გულწრფელმა ტირილმა მეთოჯინეს გული მოულბოდა ცეცხლის დასანთებად ახლა არლეკინის გამოყვანა გადაწყვიტა. პინოკიო მეთოჯინეს ცრემლით დაუშველა უშველებელი წვერი, რათა არლეკინით შეეწყალებინა. მიუხედავად ცეცხლიჭამიას გარეგნული სიმკაცრისა, გულის სიღრმეში კეთილი გახლდათ და არლეკინით შეიწყალა. გახარებული თოჯინები სცენაზე აცვივდნენ. თითქოს საზეიმო სპექტაკლი ყოფილიყო. ცეცხლიჭამიამ პინოკიოს 5 ოქროს მონეტა აჩუქა და მამილო ჯეპეტოსთან გაატანა. გახარებულმა პინოკიომ მეთოჯინეს მადლობა გადაუხადა. თოჯინებს დაემშვიდობა
და სახლისაკენ სიხარულით გაუყვა გზას. თაღლითი მელიისა და კატის ხაფანგი. სასწაულების მდელო. პინოკიო გზაში თაღლით მელასა და კატას შეხვდა. პინოკიომ მათ თავისი 5 ოქროს მონეტის შესახებ უამბო და ცეცხლი ჭამიას ნაჩუქარი ფული დღის სინათლეზე ამოაძვριნა. მონეტების 60 კარუნზე მელამ უნებლიეთ გამართა აქამდე თითქოს მოხრილი ფეხი. კატამ ორივე მწვანე თვალი დაჭყიდა. მერე კი უცებ კვლავ დახუჭა. ისინი პინოკიოს არწმუნებდნენ, რომ თუ კი მონეტებს სასწაულების მდელოზე დათესავდა, იქიდან ხე ამოიზრდებოდა და ასობით ოქროს მონეტას მოისხამდა. პინოკიო ენდო მათ და გაჰყვა. მოსასვენებლად გზად სასტუმრო წითელ კიბორჩხალაში გაჩერდნენ. ვახშმის შემდეგ პინოკიომ დაიძინა. თაღლითები ჩუმად წავიდნენ სასტუმროდან. პინოკიომ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მელა და კატა გაპარულიყვნენ. იძულებული გახდა, რომ სასტუმროს საფასური თავისი მონეტებიდან გადაეხადა და გზა მარტოს გაეგრძელებინა სასწაულების მდელოსაკენ. ტყეში ტომრებ გადაცმულ 2 ყაჩაღს გადაეყარა, რომლებიც სინამდვილეში მელია და კატა იყვნენ. შეშინებულმა პინოკიომ მონეტები პირში დამალა. გაიქცა და ხეზე აცოცდა. ყაჩაღები მის დაჭერას შეეცადნენ, მაგრამ პინოკიომ ხიდან ისკუპა და ისევ გაიქცა. განთიადისას ყაჩაღებმა შეიპყრეს. მონეტების წასართმევად პირის გაღებაზე უარის პასუხად ხელები ზურგს უკან გაუკრეს, თავი მარყუშში გააყოფინეს და ასე დაკიდებული დატოვეს მუხის ხეზე იმ იმედით, რომ როცა მეორე დღეს დაბრუნდებოდნენ, პინოკიომ მკვდარი და პირღია დახვდებოდათ. პინოკიომ სიკვდილის მოახლოება იგრძნო. მამილო ჯეპეტო გაახსენდა. მისი სახელი ჩაიბუტბუტა და გაირინდა. პინოკიო იღვიძებს ლურჯთმიანი კეთილი ფერიის სახლში. ამ დროს გამოჩნდა ლურჯთმიანი კეთილი ფერია, რომელიც ტყის მახლობლად 1000 წელზე მეტი ხნის წინ დასახლდა. სიბრალულით ახსავსე ფერიამ სამჯერ ნაზად შემოჰკრა ტაში და შევარდენს უბრძანა, რომ პინოკიო ხიდან ჩამოეხსნა და მის სახლში მიიყვანა. მოწვეულმა ექიმებმა დაადგინეს, რომ პინოკიო ცოცხალი იყო და ფერიამაც მის მკურნალობას მიჰყო ხელი. გამოჯამრთელების შემდეგ ფერიამ პინოკიოს კითხა, სად ჰქონდა ყაჩაღებისგან გადარჩენილი მონეტები. პინოკიომ იცრუა და თქვა, რომ ტყეში დაკარგა. სინამდვილეში მონეტები ჯიბეში ჰქონდა დამალული. ყოველი ახალი ტყუილის დროს მას ცხვირი უგრძელდებოდა, სანამ ისი არ გაეზარდა, რომ მოძრაობა ვეღარ შეძლო. ფერია უყურებდა, იცინოდა და ბოლოს უთხრა, რომ არსებობს მოკლე ფეხება და გრძელცხვირა ტყუილები. პინოკიოს სწორედ რომ გრძელცხვირა მატყუარა იყო. პინოკიოს საკუთარი საქციელის გამო სინანულმა და კარგა ხნის ტირილმა ფერიას გული მოულბო. ტაში შემოკრა და პინოკიოს 1000ობით კოდალა დაასკუპდა ცხვირზე. ჩაუნისკარტა და რამდენიმე წუთში ბიჭის ცხვირი ბუნებრივ ზომას დაუბრუნდა. ფერიამ პინოკიოს უთხრა, რომ ამჯერად აპატიებდა და თუ დაიმსახურებდა, არ იცრუებდა, სკოლაში ბეჯითად ისწავლიდა, შრომის მოყვარე და დამჯერი ბავშვი გახდებოდა, ნამდვილ ბიჭად გადააქცევდა. გახარებულმა პინოკიომ ფერიას პირობა მისცა, რომ კარგი ბავშვი გახდებოდა და თავის მამილოს ანოგეშებდა. ფერიას მადლობა გადაუხადა და მამილოსთან დასაბრუნებლად ტყისკენ გაეშურა. სათამაშოების ქვეყანა და ვირად გადაქცევა. პინოკიო გზაში შეხვდა ზარმაც და ონავარ ბიჭს, ლუჩინიოლოს, რომელმაც უამბო სათამაშოების ქვეყანაზე, ადგილზე, სადაც არ არის სკოლა, მხოლოდ ბავშვები ცხოვრობენ და მუდამ ხიარულებას უფევს. ფერიისათვის მიცემული დაპირების მიუხედავად, პინოკიო ცდუნებას აჰყვა და ლუჩინიოლოსთან ერთად ვირებ-შებმული საზიდრით მეეტლე კაცუნას სათამაშოების ქვეყანაში გაჰყვა. კაცუნა იყო კარაქის გორგალივით რბილი და ქონიანი. ლოყები წითელი ჰქონდა.
სახეზე კი მუდამ ღიმილი დასთამაშებდა. თავისი წვრილი, ალერსიანი ხმით ონავარი ბიჭების გულს ერთი ნახვით იპყრობდა. სათამაშოების ქვეყანაში 5 თვიანი გართობის შემდეგ ერთ დილას პინოკიომ და ლუჩინიოლომ აღმოაჩინეს, რომ ვირებად გადაიქცნენ. ყურები დაუგრძელდათ, ხელფეხი ჩლიქებად გარდაექმნათ. სახე დრუნჩად, ზურგზე კი ბეწვი და კუდიც ამოსვლოდათ. შეშინებულები ატირდნენ და აყროყინდნენ. უსაზღვრო სირცვილს განიცდიდნენ. კმაყოფილმა კაცუნამ კი ლაგამი ამოსდო ბიჭებს და ბაზარში გასაყიდად გაიყვანა. ლუჩინიოლო გლეხმა იყიდა. პინოკიო კი ცირკის დირექტორმა, რათა იგი ცირკში გაწვრთნილ ვირად ემუშავებინა და რთული ილეთები შეესრულებინა. ერთ დღეს პინოკიო სცენაზე დაეცა და ფეხი მოიტეხა. როცა გამოუსადეგარი გახდა, იგი ახალ მეპატრონეს მიჰყიდეს. კაც, რომელსაც პინოკიოს ტყავი სოფლის ორკესტრის დოლისათვის სჭირდებოდა. ახალმა მეპატრონემ მას კისერზე მძიმე ქვა დაჰკიდა. ფეხზე თოკი მიაბა და კლდიდან ზღვაში გადააგდო დასახრჯობად, რომ მისი ტყავი გამოიყენებინა. პინოკიო ვეშაპის სხეულში და ჯეპეტოს გადარჩენა. თევზებმა წყალში ჩავარდნილი პინოკიოს ვირის ტყავის ჭამა დაიწყეს. როცა ხის მასას მიაღწიეს, მიხვდნენ, რომ რბილი საკვები არ იყო და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. პინოკიო კვლავ თოჯინად გადაიქცა. შუა ზღვაში პინოკიომ კლდის წვერზე ერთი პაწია ბეკეკა დაინახა. ისეთივე ელვარე ბეწვით, როგორიც ლურჯთმიანი ფერიის თმა. ბეკეკა პინოკიოს ვეშაპისაგან თავის დასახსნელად უხმობდა, რომელიც მისკენ მიემართებოდა. პინოკიომ კლდისკენ გაცურვა გადაწყვიტა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ვეშაპმა თოჯინა გადაყლაპა. ვეშაპის მუცელში გამომწყდეული პინოკიო მოთქვამდა, ტიროდა და შველას ითხოვდა. ამ დროს შორს რაღაც ბჟუტავი სინათლე შენიშნა. ნათებას ნელ-ნელა მიუახლოვდა და დაინახა გაწყობილ პატარა სუფრაზე რამდენიმე თევზი და მწვანე ბოთლში ჩადებული ანთებული სანთელი. ხოლო გვერდით დასუსტებული მოხუცი ჯეპეტო იჯდა. ჯეპეტო ვეშაპმა მაშინ შთანთქა, როცა ზღვაში პინოკიოს საძებნელად გავიდა. ბიჭმა სიხარულით შესძახა, კლავები გაშალა და მოხუცს ყელზე მოეხვია. ჯეპეტო თვალებს ვერ უჯერებდა, რომ ეს მისი საყვარელი პინოკიო იყო. ბიჭმა მას პატიებას სთხოვა და დაჰპირდა, რომ აღარასოდეს მიატოვებდა. აუცილებლად გადაარჩენდა და სახლში დააბრუნებდა. მათ ერთად დაიწყეს ასთმიანი და პირღია ვეშაპის მუცლიდან გაქცევის გეგმის შემუშავება. პინოკიომ დასუსტებული ჯეპეტო ზურგზე მოისვა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვეშაპის ღია პირიდან წყალში ისკუპა. ჯეპეტომ და პინოკიომ ნაპირისკენ გაცურეს. პინოკიოს ნამდვილ ბიჭად გადაქცევა. ზვიგენს გადარჩენილმა პინოკიომ და ჯეპეტომ გზად ჩალის ქოხი შენიშნეს, სადაც მოლაპარაკე ჭრიჭინა ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პინოკიო მის ადრე ჩაქუჩით მოიშორა თავიდან, ჭრიჭინამ მაინც შეიფარა ისინი, რადგან მას ლურჯთმიანმა ბეკეკა მაჩუქა ეს ქოხი. პინოკიო მიხვდა, რომ ბეკეკა ცისფერი ფერია იყო. ჭრიჭინას ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ მის რჩევებს ყოველთვის გაითვალისწინებდა. ჭრიჭინას რჩევით პინოკიომ მეზობელ ფერმერ ჯანჯანოსთან დაიწყო მუშაობა, რათა რძის ფული გამოემუშავებინა და მამილოსთვის ემკურნალა. 5 თვეზე მეთხანს შრომობდა. საკუთარი ხელით დაამზადა კოხთა ეტლი, რათა მამილოს სუფთა ჰაერზე ეტარებინა. საღამოობით კი წერა-კითხვა სწავლობდა. ერთ დღეს ბიჭუნამ თავისი შრომით გამომუშავებული 40 სოლდით ბაზარში წასვლა და ტანსაცმლის ყიდვა გადაწყვიტა. გზად ლოკოკინა შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ლურჯთმიანი ფერია მძიმედ არისავად და საკვების ფულიც კი აღარ აქვსო. შეწუხებულმა პინოკიომ ლოკოკინას თავისი 40 სოლდი მისცა, რომ ფერიასთვის მიეტანა. იმ ღამით პინოკიოს ფერია დაესიზმრა. აკოცა
და უთხრა, რომ მისი კეთილი გულის გამო ყველა შეცდომას პატიობდა და ნამდვილ ბიჭად გადააქცევდა. ამ დროს პინოკიომ გაიღვიძა. სარკეში ჩაიხედა და იქ ხის მარიონეტის ნაცვლად წაბლისფერთმიანი, ლამაზი, მომღიმარი ბიჭუნა დაინახა. სიხარულით მეზობელ ოთახში გავარდა. იქ კი გამოჯამრთელებული, მხიარული ჯეპეტო დახვდა. შემდეგ ვეებერთელა ხის თოჯინას შეხედა, რომელსაც თავი გვერდზე გადაეგდო და თქვა: რა სასაცილო ყოფილ ვარ თოჯინობისას და რა ბედნიერი ვარ ახლა, როცა კარგი ბავშვი გავხდი. მორალი: სიცრუე, სიზარმაცე და დაუმორჩილებლობა ადამიანს ჭკუას ასწავლის რთული გზით. თუმცა გულწრფელობა, შრომა, კეთილშობილება და სიყვარული ადამიანს ნამდვილ ადამიანად აქცევს. როგორც პინოკიო გადაიქცა ხის თოჯინისგან ნამდვილ ბიჭად, ასევე ყველა ბავშვი, ვინც გულწრფელი და მზრუნველია, ღირსეულ და კეთილ ადამიანად გაიზრდება.